მოგესალმებით, დღეს 9 მაისია, პარასკევი, საუბრობთ მთავარზე ბიზნესსა და ეკონომიკაში. მე ჟურნალისტი ფირუზ ბოლქვაძე ვარ, დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. მოთხოვნა გაიზარდა, შარშან 60-მდე კომპანია იყო მონაწილე, უკვე 90 კომპანია არის. მზადება ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-16 საერთაშორისო გამოფენისთვის და მოლოდინები. ბევრი ვიზიტორი გვეყოლება ამ გამოფენაზე და განსხვავებული იქნება, ვფიქრობ. როგორი იყო სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენა? კავკასუს ბილდ 2025-ის შედეგები. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს აქტივობებში მონაწილეობის მიღება. ეს არის მნიშვნელოვანი სიახლეების გასაცნობა. და რა ტენდენციები ფიქსირდება სამშენებლო მასალების ბაზარზე ბოლო დროს. ჩვენს ბაზარს თავაზობთ ძალიან ბევრ საინტერესო მიმართულების პროდუქციას. და რომელ სამომავლო ერთობლივ ღონისძიებების დაგეგმვა განხორციელებაზე იმსჯელეს აჭარისა და რიზეს სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლები. ჩვენ გავაუცილოთ გაოფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. კერძო და საჯარო სექტორის ბიზნეს აქტივობები და შედეგები. რა ახალი გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქვეყნის წამყვანი დარგები და როგორია ლოკალური და გლობალური ხედვები მათთან გასამკლავებლად. ტუროპერატორები, სასტუმროები, რესტორნები და სასტუმრო აღჭურვილობის მწარმოებლები და მიმწოდებლები. ეს იმ კომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც EBIT 2025-ზე არიან წარმოდგენილი. ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა, რომელიც ბათუმში წელს მე-16-ად ტარდება, დღეს ოფიციალურად გაიხსნა. EBIT 2025 3 დღეს გაგრძელდება და ამ ხნის განმავლობაში დაგეგმილია საქმიანი ეგრეთ წოდებული B2B შეხვედრების ორგანიზებაც. რაც შეეხება მონაწილეებსა და მიზნებს, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის წლევანდელ გამოფენაში 70-მდე ქართული და უცხოური კომპანია მონაწილეობს. მისი მიზანი კი მასპინძლობის სექტორში დანერგილი ინოვაციების გაცნობა და ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარებაა. კიდევ უფრო მეც ამ უკვე ტრადიციად ქცეულ ღონისძიებაზე სტუმარი გვეტყვის. მანამდე კი უკვე შემდგარი ექსპოზიციის შესახებ. 25-27 აპრილს დედაქალაქის სამშენებლო მასალების 30-ე საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობდა. კავკასუს ბილდ 2025-ში, რომელიც სამშენებლო სექტორში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებად ითვლება, ასევე ათობით ქართული და უცხოური კომპანია მონაწილეობდა. გაიმართა თემატური ღონისძიებები, ვორქშოპები და პანელური დისკუსიები, რა დროსაც მონაწილეები უახლეს პროდუქციას და დარგის ინოვაციებს გაეცნენ. თუმცა ეს არ არის იმ საერთაშორისო აქტივობების სრული ჩამონათვალი, რომელიც ბოლო დღეებში განხორციელდა და ჩვენი ყურადღების ცენტრში მოექცა. მიმდინარე კვირაში აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის დელეგაცია ოფიციალური მიწვევით რიზეს პროვინციაში იმყოფებოდა და ადგილობრივ ბიზნეს წრეებთან შეხვედრებიც გამართა. ვიზიტის ფარგლებში ქართველმა და თურქმა ბიზნესმენებმა თანამშრომლობის განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობებსა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. მოკლედ, საერთაშორისო დონის რა ბიზნეს აქტივობები განხორციელდა ბოლო დროს ქვეყანასა და რეგიონში, კერძო და საჯარო სექტორების მიერ და როგორი იყო მათი შედეგები. დღეს ამ თემაზე ვისაუბრებთ. სტუმრები კი იქნებიან ექსპო ბათუმის გენერალური დირექტორი ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე, ექსპო ჯორჯიას პროდუქტის განვითარების და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ცაიშვილი და აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე. გადაცემის მსვლელობისას ტრადიციულად შემოგთავაზებთ თემაზე ჩაწერილ კომენტარებს და გაგაცნობთ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, კერძოდ მონაცემებს ტურისტული ვიზიტების, მშენებლობის ინდექსის და თურქეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ. მას ასე დავიწყოთ და თავდაპირველად საერთაშორისო ვიზიტების ტენდენციები. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები გაიზარდა 1.1%-ით და მიაღწია 1.315.000, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები გაიზარდა 1.3%-ით და გადააჭარბა 1.172.000. რაც შეეხება დინამიკას, ორივე მაჩვენებელი პირველ კვარტალში მზარდია პანდემიის შემდგომ პერიოდში, თუმცა ამ დრომდე არ მომხდარა სრული აღდგენა და ჯერ კიდევ ჩამორჩება 2019 წლის მაჩვენებლებს. ამავე მონაცემებით მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაიზარდა საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობაც, კერძოდ ზრდამ ამ შემთხვევაში შეადგინა 2.2%-ით და მიაღწია 960.000, რაც შეეხება დინამიკას. ტურისტული ვიზიტები პანდემიის პერიოდში მკვეთრი ვარდნის შემდეგ მუდმივად მზარდია და ბოლო 2 წლის პირველ კვარტალში აჭარბებს 2019 წლის მაჩვენებლებს.
მონაცემების საერთაშორისო ვიზიტების შესახებ ქვეყნების მიხედვით ამ შემთხვევაში ლიდერობს თურქეთი, კერძოდ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ამ მეზობელ ქვეყანაზე მოდის საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა მიერ განხორციელებული ვიზიტების 19.2%, რაც შეეხება სხვა ქვეყნებს 18.7% მოდის რუსეთზე, 15.4% სომხეთზე, 7%-მდე ისრაელზე, 5.5% აზერბაიჯანზე, ხოლო 34.3% დანარჩენ ქვეყნებზე. მონაცემების საზღვრის კვეთის მიხედვით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადებული ანგარიშის თანახმად მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით შემცირებულია სახმელეთო გზით განხორციელებული ვიზიტების წილი და გაზრდილია საჰაერო გზით განხორციელებული ვიზიტებისა, კერძოდ სახმელეთო გზით ვიზიტების წილი 60.5%-დან შემცირდა 56.3%-მდე, ხოლო საჰაერო გზით ვიზიტები გაიზარდა 38.7%-დან 42.9%-მდე, რაც შეეხება სარკინიგზო საზღვაო გზებს, მაჩვენებელი დარჩა უცვლელი და შეადგენს 0.8%-ს. და ბოლოს მონაცემების შემოსავლების შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშის თანახმად მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით გაიზარდა 2.3%-ით და მიაღწია 826 მილიონ ამერიკულ დოლარს, რაც შეეხება დინამიკას, პირველი კვარტლის შემოსავალი წარმოადგენს ბოლო წლების მაქსიმუმს, თითქმის 53%-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებას და შეფასებულია როგორც რეკორდული. ასეთი აუახლესი სტატისტიკური მონაცემები საერთაშორისო მოგზაურობის შესახებ საქართველოში, ახლა კომენტარები ბათუმის ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-16 საერთაშორისო გამოფენიდან პირდაპირ ეთერში გადაცემის პირველ სტუმართან, ექსპო ბათუმის გენერალურ დირექტორთან ოსმან ჩალიშქან მჟავანაძესთან ერთად დავბრუნდებით. ბათუმი დღეს მასპინძლობს ძალიან მნიშვნელოვან ფორუმს ტურიზმის მიმართულებით. ეს არის დამატებითი და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ მოხდეს ჩვენი რეგიონის პოპულარიზაცია. ჩვენ მიმდინარე წელს ველოდებით 5 მილიონზე მეტ ვიზიტორს, მაქსიმალურად მზადყოფნაშია როგორც მუნიციპალიტეტები, აგრეთვე სხვადასხვა ტურისტული მიმართულებით ორგანიზაციები და წელს აუცილებლად წარმატებული ტურისტული სეზონი გვექნება. აჭარის რეგიონი უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება მსოფლიოში, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ღონისძიებები, როგორც არის ტურისტული გამოფენა, არის ძალიან კარგი საშუალება, როგორც ადგილობრივი ტურიზმის სექტორისთვის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომ ერთმანეთი გაიცნონ, საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ და რა თქმა უნდა გამოცდილების მიღების პარალელურად მსგავსი ტიპის ღონისძიებები გვეხმარება, რომ ჩვენი რეგიონი და ქვეყანა კიდევ უფრო პოპულარული გავხადოთ. წარმოვადგენთ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ყოველ წელს ვესწრებით აღნიშნულ გამოფენას და წელსაც წარმოდგენილები ვართ სვანეთის დიემოსთან ერთად ერთიანი საქართველოს სტენდით. გამოფენის მთავარი მიზანი არის ცნობადობის ამაღლება საქართველოს შესახებ. მთავარია, რომ დაინერგოს ეს ტრადიცია, რომ გამოფენა არსებობს საქართველოში ესეთი მასშტაბის და უფრო და უფრო გაიზარდეს და უფრო მეტი მონაწილე ყავდეს სამომავლოდ. მიმდინარე წელს ხელოჩაურის მუნიციპალიტეტი ბათუმის ტურისტულ გამოფენას უკვე მე-16-ჯერ უერთდება და ხელოჩაურის მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იქიდან გამომდინარე, რომ მუნიციპალიტეტს აქვს ლაზური თემა წელს წარმოდგენილი, ლაზური კერძები, ნაწარმი, ნავი, რომელიც ხელნაკეთი არის და ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან მუნიციპალიტეტის დღეს ნახავს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია და ორგანიზაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოპულარიზებისთვის და სამომავლოდ ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების მოზიდვისათვის. ეს მე-16 მიღეთ მონაწილეობას ამ ღონისძიებაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ტრადიციების, კულტურის, ტრადიციული მხარის ჩვენება. ველოდებით ძალიან ბევრ ვიზიტორს და დამთვალიერებელს და რაც ჩვენი მსხვილი შევთავაზებთ დავიწყარ მოგზაურობას მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ შუახევში. გამომდინარე იქედან, რომ მაღალმთიანი აჭარი ერთ-ერთი აქტიური ტურისტული მიმართულებაა, ჩვენთვის გავსი გამოფენები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ცნობადობის თვალსაზრისით უფრო მეტ ადამიანს ეძლევა საშუალება ბათუმში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ მაღალმთიან აჭარაში. მნიშვნელოვანია გამოფენებში ჩვენი მონაწილეობის მიღება, არ მიეცემა მივიწყებას ჩვენი ნაქარგები, გაზარდა ჩვენი ცნობადობა და უფრო მეტი მოწონება აქვს და ბევრმა ადამიანმა გაიცნო ჩვენი აჭარული ნაქარგობები. ალბათ წელს მონაწილეობთ, გამოდის რომ მე-16 წელია, მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა. როგორც მუნიციპალიტეტის ცნობიერების ამაღლებისთვის, ასევე ჩვენი ტურისტული პროდუქტის წარმოსადგენად. უკან ფონად ხედავთ იმ ვიდეოკლიპებს, რომლებიც
ამ ბოლო პერიოდში გადავიღეთ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების უკეთ წარმოსაჩენად. ჩვენ ვართ კახეთის რეგიონიდან, კერძოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტი და წარმოდგენილი გვაქვს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მუზეუმები. და მესამედ ვიღებთ უკვე მონაწილეობას, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ფესტივალები, მადლობას ვუხდით აჭარას, რომ მესამედ მოგვეცა საშუალება მივიღო მონაწილეობა და ჩვენი მუზეუმების პოპულარიზაციისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ წარმოვადგენთ ჭიათურის მუნიციპალიტეტს, ჭიათურის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს კონკრეტულად და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გამოფენა არის წარმომადგენლობითი, ეს ურთიერთგაცნობა, თანამშრომლობა, ჩვენი პოტენციალი შესაძლებლობების გაცვლა ერთმანეთთან სამომავლოდ აუცილებლად აისახება ჩვენ მუშაობას. და ახლა ეთერში სტუმრის დროა, უფრო მეც მიმდინარე გამოფენის შესახებ დაპირების სამეფო ღონისძიების ორგანიზატორი ოსმან ჩალიშკან მჟავანაძე გვეტყვის. საღამოშვიდობის ბატონო ოსმან, დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე-16 გამოფენა ნამდვილად არ არის ცირე ისტორიის მქონე გამოფენა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდია იმისთვის, რომ ამ გამოფენას გარკვეული მიზნებისთვის მიაღწია, თუმცა როგორც ხედავთ, აქტუალობას არ კარგავს და წლიდან წლამდე ინტერესი არის ამ ასეთი ტიპის ღონისძიებების მიმართ და ასე ორგანიზებული ღონისძიებების მიმართ. როგორ შეაფასებდით პირველ დღეს? ერთგვარად რომ მცირე შეჯამება გავაკეთოთ. როგორ ჩაიარა პირველმა დღემ? მოგესალმებით, მივესალმებ თქვენ ტელემაგორებს. მართლა ებითი ამ წელს ძალიან კარგად დაიწყო და პანდემიის შემდეგ შემიძლია თქვა რომ ყველაზე კარგი გამოფენა ეს გამოვა და გამოდის უკვე. როგორც თქვენ თქვით 70 მხოლოდ ქართული კომპანიები იყო. შიდა ტურიზმის ფარგლებში 6 ქვეყანა იყო. და 90 ჯამში გვაქვს მონაწილე კომპანიები. მე შემიძლია თქვა რომ უკვე ჩვენ კიდევ წინ გვაქვს 2 დღე B2B შეხვედრები იქნება გამოფენის ფარგლებში. ტუროპერატორები და ჩვენი ქართული კომპანიები ერთმანეთს შეხდებიან, დაელაპარაკებიან. თან ჩვენ პირველად ვაკეთებ გამოფენის ფარგლებში B2B შეხვედრა. ანუ წინ გამოფენების შემთხვევაში ტურისტული მიმართულებით B2B შეხვედრები არ აქვს. სამშენებლოზე კი, მაგრამ ძალიან შედეგიანი გამოვიდა და ვიფიქრეთ რომ ხომ არ გავაკეთოთ ამ გამოფენაზე B2B შეხვედრა და უკვე მოთხოვნა ძალიან დიდი არის. 60 კომპანია ტუროპერატორები უსხლეთიდან ჩამოდიან, ბელგიიდან ჩამოდიან და შეხდებიან ჩვენ აჭარაში და საქართველოში მოქმედ ტურისტული კომპანიებს და დაელაპარაკებიან, ერთმანეთს გაიცნობიან და რომ ტურ პაკეტები შეთავაზონ. რა თქმა უნდა, ამის გარდა სტენდებზე, როგორც ვიზიტორი მიდის და გამოფენის ფარგლებში აქცია არის. თან შიდა ტურიზმი ან სხვა ქვეყანაში რომ წავიდეს და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ შარშანდელზე უფრო მოთხოვნა რატომ იყო ამ წელზე, ამაზე შემიძლია თქვა, რომ ჩვენი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და საქართველოს ადმინისტრაციამ სამიზნე ქვეყნის უფრო მეტი პიარი გააკეთა და ჩვენი ცნობადი უკვე გაიზარდა. ზუსტად ამაზე მინდოდა მეკითხა, თქვენ თვით რომ 6 ქვეყანაა წარმოდგენილი ახლა. იმ კრიზისის გათვალისწინებით, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, ძალიან აქტუალურია დღეს როგორი ტურისტული სეზონი გვექნება. ხომ არ ჩავარდება ტურისტული სეზონი, ვინ გვეყოლება, ესე ვთქვათ, ვიზიტორებად. ვისგან იყო, რომელი ქვეყნებისგან წამოვიდა ინტერესი ამ გამოფენასთან დაკავშირებით და ზოგადად ჩვენი რეგიონისადმი როგორია ინტერესი? თუ დაკვირვები ხართ და გაქვთ რაიმე, ესე ვთქვათ, სურათი. როგორც გითხარით, ტურიზმის დეპარტამენტს ჰქონდა 30 ქვეყნები, ძალიან დიდი პიარი გააკეთა ამ რომ სანამ დაიწყებოდა სეზონი და ეს უკვე რომ გახდა ცნობადი ჩვენი ბათუმი და მოთხოვნა გაიზარდა. ვიზიტორი უფრო მეტია მონაწილეზე და ძალიან უცხოელი ვიზიტორები გვიყოლება ჩვენ. და მე ვფიქრობ, რომ უკვე სეზონი დაწყებული არის. თან ეს ზაფხული სანამ დაიწყება, ესეთი ღონისძიება რომ არის ტურიზმის სფეროში, ეს უკვე ვიწყებთ, რომ უკვე სეზონი მალე დაიწყება და მართლა დღეს რომ ჩვენ ნახეთ ვიზიტორების ნაკადი, ძალიან ბევრი ხალხი იყო და ხვალას ველოდებით რომ უფრო მეტი ხალხი იქნება, ვფიქრობ როგორც ვიზიტორად. ქვეყნებს რაც შეეხება, რომელი ქვეყნებია წარმოდგენილი ამ იყო პოლონეთი, იყო ესტონეთი, იყო აზერბაიჯანი, თურქეთი
და ეს ქვეყნები იყო გამოფენაზე მონაწილეობაზე და რას გითხარით სტენდი რაც არ გვაჩვენს საგამოფენო სივრცე დიდი 70 სტენდი, მაგრამ 90 კომპანია იყო მონაწილე. მოთხოვნას დიდი იყო, როგორც გითხარით და მე ფიქრობ, რომ ეს მოვალწეს უფრო დიდი იქნება, უფრო მოთხოვნადი იქნება ჩვენ რეგიონში ტურიზმის კუთხით და თქვენ კითხვას მინდა იხსნა მართლა ჩვენი ამ სეზონისთან დაკავშირებით არ ჩავარდება და მაქსიმალ აკეთებს ხელისუფლება რომ უფრო მეტი ტურისტი შემოვიდეს საქართველოში. იცით რა არის საინტერესო, რომელი მიმართულებიდან ტურიზმის სექტორის რომელი მიმართულებიდან არის მეტი ინტერესი წამოსული საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა? არიან ესენი ტუროპერატორები, აღჭურვილობის მწარმოებელი მიმწოდებლები, დაცული ტერიტორიები თუნდაც აი ვინ არის უფრო მეტად დაინტერესებული რომ მოახდინოს მისი ტურისტული ღირსშესანიშნაობების ან ლოკაციების პოპულარიზაცია. კი ბატონო, გამოფენაზე მის მოვიდა დაცული ტერიტორიები ძალიან კარგი ინოვაციები ჰქონდათ. წყალდუბო იყო ძალიან ჩვენი საქართველოს თქვა შიდა ტურიზმის კუთხით, სხვა კუთხეებიდან ჩვენ ახალციხე, გორი და იმერეთი დემოები იყო ჩვენი ტურისტული სააგენტოები. ან მიმართულება ერთმანეთში მიმნული არის. მაგალითად, თუ არის სასტუმრო, ესაჭიროება როგორც სასტუმრო აღჭურვილობა ჭირდება მაგას. მაგრამ ტუროპერატორები უფრო მეტი ინტერესი არის, რომ თან ვიზიტორი მაგათ დასვენება რომ უნდა შიდა ტურიზმი, სად შეიძლება რომ დაისვენო. ამ გამოფენაზე შეუძლია ნებისმიერი მოქალაქე მოვიდეს, თან ჩვენ რომ მონაწილეს სანამ დავიწყებთ ველაპარაკებთ, რომ გამოფენის ფარგლებში გააკეთოს აქციები. რომ უფრო მეტი ვიზიტორი მოვიდეს და თითქმის ყველა კომპანიამ ამ გამოფენის პერიოდში აკეთებენ აქციას და აკეთებენ ტურპაკეტებს. და როგორია მოლოდინები შედეგებთან დაკავშირებით? იმის გათვალისწინებით, რომ ორი დღე კიდევ არის წინ ღონისძიების აქტიურ ფაზაში შესვლის თვალსაზრისით. მე ძალიან დიდ ლოდინში ვარ შეიძლება ვთქვათ და ველოდები ძალიან ბევრი მეზობელი ქვეყნიდან, შიდა ტურიზმის სხვა ქალაქებიდან ვიზიტორებს თან კარგი ამინდი არის უკვე ზაფხული დაიწყო და გუშინ და დღეს ძალიან კარგი ამინდი, იმედი ხვალ კარგი ამინდი იქნება და თან დასწრება თავისუფალი არის ჩვენ გამოფენაზე და B2B შეხვედრის მერე მე ფიქრობ რომ შედეგიანი იქნება ეს ჩვენი გამოფენა და ქართული კომპანიებისთვის მომგებიანი და მომტანი იქნება მოვალისთვის. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ჩვენ აუცილებლად მომავალშიც ვისაუბრებთ თქვენს მიერ დაგეგმილ აქტივობებზე, იმიტომ რომ ეს ნამდვილად უწყობს ხელს ბიზნეს კავშირების დამყარებას. ეს ოსმან ჩალიშკამჟავანაძე გახლდათ ექსპო ბათუმის გენერალური დირექტორი. ვსაუბრობდით ბათუმში ორგანიზებულ და მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაზე EBIT 2005-ზე, რომელიც ეძღვნება ტურიზმის სექტორსა და სასტუმრო აღჭურვილობის კომპანიებს. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენი სტუმარი იქნება ექსპო ჯორჯიას წარმომადგენელი მარიამ ცაიშვილი. ის მოგვიყვება იმის შესახებ თუ როგორ ჩაიარა სამშენებლო მასალების 21-ე საერთაშორისო გამოფენა, მანამდე კი კვლავ სტატისტიკა და კომენტარი. დავიწყოთ ისევ სტატისტიკით და ამჯერად გავეცნოთ უახლეს მონაცემებს მშენებლობის ღირებულების ინდექსის ცვლილების შესახებ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით მიმდინარე წლის მარტში დაფიქსირდა მშენებლობის ღირებულების როგორც ყოველთვიური, ასევე წლიური მაჩვენებლების ზრდა. კერძოდ საქსტატის ინფორმაციით ინდექსი ჯამურად წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2.2 პუნქტით, ხოლო წინა წლის იგივე თვესთან შედარებით 6.3 პუნქტით. რაც შეეხება კატეგორიებს, საცხოვრებელი ობიექტების შემთხვევაში ზრდამ შეადგინა 3.1 და 9.2 პუნქტი, არასაცხოვრებელი ობიექტების შემთხვევაში 3.6 და 5.5, ხოლო სამოქალაქო ობიექტების შემთხვევაში 0.9 და 3.5 პუნქტი. ამავე მონაცემებით განსხვავებული ტენდენციები დაფიქსირდა ხარჯების კატეგორიების მიხედვით, კერძოდ საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ღირებულების ინდექსი უცვლელი დაჩა სამშენებლო მასალებზე 11.7 პუნქტით, გაიზარდა ხელფასებზე 0.3 პუნქტით, მანქანადანადგარებზე, ხოლო 0.2 პუნქტით შემცირდა ტრანსპორტირებაზე, საწვავსა და ელექტროენერგიაზე. რაც შეეხება წლიურ ინდექსებს, სამშენებლო მასალებზე გაიზარდა 2.7 პუნქტით, ხელფასებზე 22
პუნქტით, მანქანადან ადგარებზე 8.6 პუნქტით, ხოლო 1.5 პუნქტით შემცირდა ტრანსპორტირებაზე, საწვავსა და ელექტროენერგიაზე. მონაცემები მშენებლობის ღირებულების ყოველთვიური ინდექსის დინამიკის შესახებ საქსტატის ინფორმაციით მარტში ინდექსის მაჩვენებელი თებერვალთან შედარებით იყო 0.5 პუნქტით უფრო მაღალი, რაც შეეხება წინა თვეებს. იანვარში ინდექსი შემცირებული იყო 3.2 პუნქტით, ხოლო წინა წლის პირველ 3 თვეში შესაბამისად იყო 95.6, 102.6 და 101 პუნქტი. ანუ იანვარში შემცირდა 4.4 პუნქტით, თებერვალში გაიზარდა 2.6 პუნქტით, ხოლო მარტში 1 პუნქტით. მონაცემები წლიური ინდექსის დინამიკის შესახებ საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის მარტში წინა წლის იგივე თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 2.8 პუნქტით, უფრო ნაკლები მაჩვენებლით ვიდრე 2024 წლის მარტში. რაც შეეხება წინა თვეებს, თებერვალში წლიური ინდექსი გაიზარდა 4.19 პუნქტით, ხოლო იანვარში 5.19 პუნქტით. და ბოლოს მონაცემები მშენებლობის ღირებულების ინდექსის ცვლილების შესახებ 2022 წელთან შედარებით ამ შემთხვევაში ძირითადში ფიქსირდება ზრდა, კერძოდ საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის მარტში 2022 წლის იგივე თვესთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 23.5 პუნქტით და აღწევს ბოლო თვეების მაქსიმუმს, რაც შეეხება წინა პერიოდს. აღნიშნული მაჩვენებელი 20.8 პუნქტით იყო გაზრდილი თებერვალში, ხოლო 20.1 პუნქტით გაზრდილი გასული წლის ოქტომბერში. ეს რაც შეეხებოდა უახლეს მონაცემებს მშენებლობის ღირებულების ინდექსების ცვლილების შესახებ, ახლა კომენტარები სამშენებლო მასალების 30-ე საერთაშორისო გამოფენიდან პირდაპირ ეთერში ვიდეო მასალის დასრულებისთანავე სტუმართან მარიამ ცაიშვილთან ერთად დავბრუნდებით. ჩვენ ახლა ვიმყოფებით კავკასიის ბილდზე. ეს არის ყველაზე დიდი გამოფენა საქართველოში. ჩვენ ქართულ კომპანიებს საშუალება გვეძლევათ ჩვენი თავი, ჩვენი ინოვაციები წარმოადგინოთ ამ გამოფენაზე. დღეს ჩვენ წარმოდგენილი ვართ ორი ბრენდით. ეს არის Insta, რომელიც 27 წელია უკვე საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მეორე ჩვენი ბრენდი არის Delight, რომელიც არის მხოლოდ განათების მიმართულებით. როგორც Insta, ამავდროულად Delight წარმოადგენს მხოლოდ ევროპული წარმოების ბრენდებს ჩვენს ბაზარზე. ჩვენს ბაზარს თავაზობთ ძალიან ბევრ საინტერესო მიმართულების პროდუქციას. მათ შორის ეს არის ჭკვიანი სახლების, ასე ვთქვათ, ჭკვიანი მოწყობილობების, განათების ამავდროულად ნაწილი. ჩვენ გვაქვს ხელნაკეთი და ამავდროულად საერთაშორისო ბრენდის სერიული წარმოების სანათები. ჩვენს პორტფოლიოში თქვენ შეგიძლია ნახოთ 500-ზე მეტი შექმნილი პროექტი. ყველა დიდი სასტუმრო და მათ შორის მაღალი კლასის სასტუმრო, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს, ჩვენი ხილით არის გაკეთებული. კომპანია ოზონი უკვე 30 წელზე მეტია, რაც უკრაინაშია დაფუძნებული. კომპანია აწარმოებს სამუშაო სპეციალსაცმელს. ეს კომპანია არის მოწინავე ლიდერი კომპანია ამ მიმართულებით. 2023 წელს შეიქმნა ფილიალი საქართველოში. ჩვენთანაც ხდება ამ კომპანიის პროდუქციის წარმოება, გადის ექსპორტზე როგორც უკრაინაში, ასევე სხვა ევროპულ ქალაქებში. ჩვენთან დასაქმებულია 80-მდე თანამშრომელი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს აქტივობებში მონაწილეობის მიღება. ვიცით ახალ მოხმარებლებს, ვაცნობთ ჩვენს პროდუქციას და რა თქმა უნდა, ძალიან კარგი არის ჩვენთვის. ჩვენი კომპანია ეწევა წყლის, ჰაერის და გათბობის სისტემების იმპორტს სხვადასხვა ქვეყნიდან და დაკავებული ვარ ძირითადად მათი როგორც საცალო, ასევე საბითუმო რეალიზაციით. გამოფენაში მონაწილეობას ვიღებთ 2018 წლიდან ყოველწლიურად და სიმართლე გითხრათ გავიზარდეთ ამ გამოფენასთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი აზრით მონაწილეობის მიღება, რადგან შეხვედრები გვაქვს როგორც ახალ პოტენციურ მომხმარებლებთან, ასევე ძველ მომხმარებლებთან, ვისთანაც წლებია უკვე თანამშრომლობთ, ვაცნობთ მათ ჩვენს ახალ მიმართულებებს, მაგათად გათხოვება დავიმატეთ წელს და გავაცანით და ასევე ჩვენს ძველ მიმართულებაში თუ კი რაიმე სიახლეა, ტექნიკური პრობლემებია და ასე შემდეგ განვიხილავთ გამოფენაზე ამ ყველა საკითხს. წარმოადგენთ კომპანია Leader Systems, რომელიც 25 წელს წარმოადგენს 3 იტალიურ ბრენდს, ეს არის ლიტოკოლი, რომელიც უკვე ყოველთვის ცნობილია, ტინტოკოლი და მავერიკი. ეს არის მნიშვნელოვანი სიახლეების გასაცნობად, ასევე სათანამშრომლოდ, ასევე იმისთვის, რომ მომხმარებელმა უკეთ გაიცნოს, რაც წარმოადგენს თვითონ Leader System-ი, რა სიახლეები აქვს 2025 წელს, რა შეუძლია სიახლე შესთავაზოს კიდევ დამატებით მომხმარებლებსაც, დიზაინერებსაც, როგორ თანამშრომლობთ და მთლიანად გასაცნობად კომპანიის.
და ახლა უფრო მეც კავკასუს ბილდ 2025-ზე დაპირებისამებრ ექსპო ჯორჯიას პროდუქტის განვითარების და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ცაიშვილი გვეტყვის. საღამოშვიდობის მარიამ, დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა უძრავი ქონების ბაზარზე, ბოლოდროინდელ ტენდენციებს თუ მივაქცევთ ყურადღებას, როგორ შეაფასებდით კავკასუს ბილდს? შეგიძლია თქვა თუ არა, რომ ის წარმატებულად შედგა მიმდინარე კრიზისის ფონზე? პირველ რიგში მადლობა დიდი მოწვევისთვის. წელს ჩვენ საიუბილეო 30-ე გამოფენა ჩავატარეთ და ვფიქრობ საკმაოდ წარმატებით. ჩვენ ვფიქრობდით, როდესაც გეგმავდით წლევანდელ გამოფენას, რომ მიმდინარე მოვლენებთან ერთად რამდენად მზად ვიყავით ჩვენს ბაზარით ამ გამოფენის ჩასატარებლად, თუმცა გადავწყვეტეთ, რომ ჩვენ უნდა ხელი შევუწყოთ ამ სექტორის განვითარებას და ჩვენ მართლა ვართ ის ადგილი, სადაც კომპანიების გაყიდვების მხარდასაჭერად და მნიშვნელოვანი რაღაცები ხდება ხოლმე. ამიტომ წლევანდელი გამოფენაც საკმაოდ დიდი იყო, 200-მდე კომპანია იღებდა მონაწილეობას, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო კომპანიები. იყო ძალიან მრავალფეროვანი პროდუქციის კუთხით და რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, თითქმის 52% იყო ახალი კომპანიების, რაც ძალიან კარგი არის ხოლმე დამთვალიერებელი. საიდან იყვნენ ეს კომპანიები ძირითადად წარმოდგენილი, რომელმა ქვეყნებმა გამოიჩინეს ინტერესი ჩვენი უძრავი ქონების ბაზრის და შეიძლება ითქვას ეს ამ სექტორის განსხვავება, განსხვავება წელს განსხვავებული ფორმატით ჰქონდა ჩვენ ეს გამოფენა. ბოლო 2 წლის განმავლობაში ერთად ვატარებდით როგორც სამშენებლო მასალების, ისე უძრავი ქონების გამოფენას. 24 წელს ძალიან გაზრდილი მოთხოვნის შემდეგ მივხვდით, რომ ამ ორივე გამოფენის ერთად პარალელურად ჩატარების რესურსი აღარ არის. ამ სივრცე აღარ ყოფნის, რომ ორივე სექტორი დავაკმაყოფილოთ. ამიტომ გავყავით ეს ორი გამოფენა. უძრავი ქონების გამოფენა ჩატარდება დეკემბერში, 5-6 დეკემბერს. ეხლა ჩავატარეთ ჩვენ მხოლოდ სამშენებლო მასალების გამოფენა და პარალელურად გავაკეთეთ კონფერენცია უძრავი ქონების სექტორის მიმოხილვა, სადაც გაკეთდა. სამშენებლო მასალების კუთხით ვფიქრობ, რომ ძალიან ჩვენ ყოველი გამოფენის მერე გვაქვს უკავშირი ჩვენ მონაწილე კომპანიებთან და არაერთი სიუჟეტით ვნახეთ ტელევიზიაში და ჩვენ პირადად ვესაუბრეთ გამოფენის დასასრულს ჩვენ წევრ კომპანიებს და საკმაოდ კმაყოფილები დარჩნენ ამ გამოფენით. ბევრი საინტერესო ახალი ბიზნეს პარტნიორი იპოვეს ადგილზე, ბევრი ასევე წინა წლებში ვინც იღებდა მონაწილეობას, მათთვისაც კი ბევრი საინტერესო დამთვალიერებელი და ბიზნეს კონტაქტი შედგა გამოფენას. რაც შეეხება მონაწილეებს, უმეტესწილად რა თქმა უნდა ქართული კომპანიები იღებდნენ მონაწილეობას, როგორც უშუალოდ ქართული წარმოება, ისე საქართველოში საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლობები. ასევე ჩვენ მქონდა მსხვილი 10-მდე კომპანია ყავდა თურქეთს წარმოდგენილი, პოლონეთი იყო ნაციონალური სტენდით, სადაც ასე ვთქვათ 12 კომპანია იყო წარმოდგენილი, იტალიის, გერმანიის წარმომადგენლობები იყო, ევროპული ქვეყნებიდანაც იყვნენ წარმომადგენლობები და ჩვენ მათთანაც საუბრის შემდეგ ბევრი დადებითი უკავშირი მივიღეთ. საინტერესოა მსჯელობა ტენდენციებზე, იმიტომ რომ სტატისტიკური მონაცემების წარმოვადგინეთ ჩვენ ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ მშენებლობა ძვირდება. თებერვალშიც დაფიქსირდა გაძვირების ტენდენცია, მარჩიც დაფიქსირდა გაძვირების ტენდენცია სხვადასხვა მიმართულებით. აი ამის გათვალისწინებით, როგორი იყო ზოგადად სამშენებლო სექტორში განწყობა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ თუ ძვირდება მშენებლობა, ეს აისახება სარეალიზაციო ფასზეც, ანუ ძვირდება უძრავი ქონებაც. უძრავი ქონების გაძვირების საწინააღმდეგო კარგ და ჯანსაღ პირობებში შეიძლება არაფერი არ გქონდეს, მაგრამ თუ რაღაც ტენდენციები არის არასახარბიელო, ამის ფონზე ბუნებრივია შეიძლება არ იყოს კარგი. აი ამის გათვალისწინებით, როგორი იყო განწყობა ზოგადად? იცით როგორ არის თვითონ სამშენებლო მასალების წარმოებლებისთვის ჯერ ისეთი რადიკალური ცვლილებები მათ ჯერ არ შეხებიათ, იმიტომ რომ ის ყველა დაწყებული მშენებლობა ჯერჯერობით მიმდინარეობს, არაფერი არ გაჩერებულა. ამ კუთხით მათი მხრიდან რაღაცა ისეთი სკეპტიკური შეფასებები მიმდინარე მოვლენების ბაზარზე არ ყოფილა. თუმცა რა თქმა უნდა, თუ ეს ტენდენცია ესე გაგრძელდა, წლის ბოლოს აუცილებლად ამ სექტორსაც შეეხება ეს ყველაფერი.
რაც შეეხება უძრავი ქონების წარმომადგენლებს ჩვენ კონფერენციის ნაწილში ზუსტად ამიტომ გავაკეთეთ ეს ფორმატი, რომ პირველი ნაწილი იყო უძრავი ქონების 10 მსხვილი და საშუალო კომპანიის ხელმძღვანელები იღებდნენ მონაწილეობას და ასევე მსხვილი საბროკერო კომპანიების წარმომადგენლები, რომ კარგად დაგვენახა მიმდინარე მოვლენები და წარმოებლებსაც კონდეთ რაღაცა შესაბამისი მოლოდინები, როგორ უნდა რა დავინახეთ? როგორია პერსპექტივა? ბევრად როგორც ეს კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, აპრილი ბევრად უფრო დამაიმედებელი არის, ვიდრე წლის დასაწყისი. წლის დასაწყისი საკმაოდ ისეთი შემცირებული გაყიდვებით დაიწყეს და აპრილში რაღაცა აქტიურობა ბევრად უფრო ისეთი კარგი შეინიშნება, მაღალი არისო. თუმცა ეს როგორ გაგრძელდება, რამდენხნიანი იქნება, ცოტა რთული არის პროგნოზირება და თვითონაც თავს იკავებენ გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთებისგან, იმიტომ რომ და აღნიშნავენ, რომ ეს არასტაბილური ვითარება, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ამ სექტორის განვითარებას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია ჩვენს ეკონომიკაში. გასაგებია. და როგორია თქვენი საომავლო გეგმები გამოფენის ორგანიზებასთან დაკავშირებით? თუნდაც იგივე გამოფენის ან მსგავსი გამოფენის ორგანიზებასთან დაკავშირებით უახლოეს. ჩვენ ამ გამოფენას უკვე 30 წელია ვატარებთ. ეს არის ჩვენი ყველაზე მსხვილი გამოფენა და ვფიქრობ წარმატებული. შესაბამისად მომავალ წელსაც აპრილში ისევ ჩავატარებთ ამ გამოფენას და ვეცდებით რომ კიდევ უფრო დიდი იყოს და კიდევ უფრო ბევრი საინტერესო კომპონენტისგან შედგებოდეს გამოფენა. როგორც უკვე აღვნიშნე, რადგან გავყავით ეს ორი გამოფენა ერთმანეთისგან წლის ბოლოს 5-6 დეკემბერს ვაორგანიზებთ უძრავი ქონების გამოფენას და პარალელურად წლის განმავლობაში 10-ზე მეტი სექტორული გამოფენა გვაქვს საერთაშორისო. ვცდილობთ რომ არ გავჩერდეთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარებაში. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ეს მარიამ ცაიშვილი გახდა ექსპო ჯორჯიას პროდუქტის განვითარების და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. საუბრობდით კავკასიის ბილდის შესახებ. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში გადაცემის დასკვნით ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე. ის თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ რიზეში ადგილობრივი სავაჭრო სამრეწველო პალატის მიწვევით შემდგარ ოფიციალურ ვიზიტს შეგვიჯამებს. მანამდე კი დასკვნითი ნაწილის სტატისტიკა და კომენტარები დავიწყოთ ამჯერადაც სტატისტიკით და გავეცნოთ უახლეს მონაცემებს საქართველოს-თურქეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2024 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 8.3% და გადააჭარბა 3 მილიარდ 233 მილიონ დოლარს და მიაღწია ბოლო წლების მაქსიმუმს, ხოლო დინამიკა პანდემიის პერიოდის გამოკლებით არის მუდმივად მზარდი, რაც შეეხება უახლოესი პერიოდის მონაცემს. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა უკვე აჭარბებს 663 მილიონ დოლარს. ამავე მონაცემებით მზარდია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მოცულობაც. კერძოდ საქსტატის ინფორმაციით 2024 წელს ექსპორტი თურქეთის რესპუბლიკაში წინა წელთან შედარებით გაიზარდა 12% და მიაღწია 460 მილიონ დოლარს, ხოლო იმპორტი თურქეთის რესპუბლიკიდან გაიზარდა 7.7% და მიაღწია 2 მილიარდ 775 მილიონ დოლარს. რაც შეეხება უახლეს მონაცემებს, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ექსპორტის მოცულობა უკვე აღწევს 76 მილიონ დოლარს, ხოლო იმპორტის 587 მილიონ დოლარზე მეტს. მონაცემები ექსპორტისა და იმპორტის შესახებ სასაქონლო პოზიციების მიხედვით საქსტატის ინფორმაციით 2024 წელს წინა წელთან 2024 წელს საქართველოსთან თურქეთში განხორციელებული ექსპორტის ყველაზე დიდი მოცულობა 144.5 მილიონი დოლარი მოდის ფეროშენადნობებზე, ხოლო თურქეთიდან საქართველოში განხორციელებული იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა 170 მილიონ დოლარამდე სამკურნალო საშუალებებზე. რაც შეეხება სხვა საქონელს, დიდი მოცულობით თურქეთში ვყიდით ასევე ტრიკოტაჟის ნაწარმს, ელექტროენერგიას და ჯარდს, ხოლო თურქეთიდან დიდი მოცულობით ვყიდულობთ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, მეტალის კონსტრუქციებს, მსუბუქ ავტომობილებს და ორგანულ ნივთიერებებს. მონაცემები ინვესტიციების შესახებ საქსტატის წინასწარი ინფორმაციით 2024 წელს წინა წელთან შედარებით თურქეთიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა შემცირდა თითქმის 15% და შეადგინა 93 მილიონი დოლარი, რაც შეეხება დინამიკას
ინვესტიციების მოცულობა $103 მილიონამდე იყო 2022 წელს, $101 მილიონ მეტი 2021 წელს, ხოლო ბოლო 10 წლის მაქსიმუმი $256 მილიონ მეტი 2017 წელს. და ბოლოს მონაცემები ფულადი გადმორიცხვების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2024 წელს წინა წელთან შედარებით ფულადი გადმორიცხვები თურქეთის რესპუბლიკიდან შემცირდა 11%-ით და შეადგინა $101 მილიონი. რაც შეეხება უახლეს მონაცემებს, 2025 წელს საქართველოში თურქეთიდან ფულადი გადმორიცხვების გზით შემოსული თანხების მოცულობამ შეადგინა $24 მილიონ მეტი. ასეთი იყო უახლესი სტატისტიკური მონაცემები საერთაშორისო მოგზაურობის მშენებლობის ღირებულების ინდექსის ცვლილების და თურქეთთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ. ახლა კომენტარები აჭარისა და რიზეს სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლების ოფიციალური შეხვედრიდან პირდაპირ ეთერში მალე გადაცემის დასკვნითი ბლოკის სტუმართან გიორგი რომანაძესთან ერთად დავბრუნდებით. მოხარულები ვართ, რომ მასპინძლობთ აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის დელეგაციას. ისინი აქ ჩვენი მოწვევით იმყოფებიან და მისასალმებელია, რომ გვაქვს შესაძლებლობა მათთან ჩვენს რეგიონებს შორის სავაჭრო ეკონომიკური კავშირების გაღრმავება განვითარების საკითხები განვიხილოთ. როგორც მოგეხსენებათ, თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა. შესაბამისად, ყოველწლიურად იზრდება როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი. თუმცა ჩვენი სურვილია, რომ ეს ზრდა კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდეს. ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ შუა დერეფნის საქართველოს ნაწილის განვითარებას. ეს ახალ შესაძლებლობებს აჩენს როგორც საქართველოსთვის, ასევე თურქეთისთვისაც. ამ ყველაფერთან ერთად დღეს ჩვენ განვიხილეთ როგორც აჭარაში, ასევე რიზეს პროვინციაში სხვადასხვა ეკონომიკური და ბიზნეს აქტივობების ერთობლივად ორგანიზების შესაძლებლობებიც. გეგმავთ საპასუხო ვიზიტს ბათუმში. მოკლედ ჩვენ ტრადიციულად დაინტერესებული ვართ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების მრავალმხრივად განვითარებით და ამისთვის კარგ წინაპირობებს სწორედ ასეთი შეხვედრები ქმნის. რა თქმა უნდა, გვაქვს გამოცდილება რიზეს მეფუტკრეებთან და არა მარტო მეფუტკრეებთან, მეფუტკრეობის ინვენტარის მწარმოებლებთანაც გვაქვს ურთიერთობა და გვაქვს აქედან წარმოებული ინვენტარი, ნაწილი შესყიდული, მეფუტკრეებს აქვთ და იყენებთ უკვე. გასულ წელს იყო ჩვენთან მეფუტკრეთა ფესტივალზე ესწრებოდა ორი კომპანია, რომლებმაც წარმოადგინეს დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ბიოპრეპარატებია, საკმაოდ კარგია, აკარაციდები და ქიმია არ არის, ბიო შემადგენლობისაა და ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა მოგცემს საშუალებას, რომ დავნერგოთ ასეთი ბიო მიმართულება ჩვენთან. იმედი მაქვს, რომ ეს ამბავი დაიძვრება, მეც მოუწოდებ იქ ჩემთან მეფუტკრეებს ყველას, რომ აქტიურად ჩაერთონ ასოციაციის გეგმებში, ასოციაციის შეხედულებები გაიზიარონ და ვფიქრობ, რომ შევქმნით ერთობლივად რაიმე მაღაზიას ან საწარმოს, ამ მხრივ გვექნება კარგი ურთიერთობები და ვფიქრობ, გაღმავდება ეს ურთიერთობები. ფესტივალებზე, რა თქმა უნდა, წელს მეტი კომპანია იქნება წარმოდგენილი და ჩვენი აჭარის მეფუტკრეები და არა მარტო აჭარის მეფუტკრეები დაესწრობიან და ურთიერთგაცნობა მოხდება ამ კომპანიების და ეს მისასალმებელია. ძალიან ცუდია, რომ საქართველოში ჩაის კულტურას დიდი ყურადღება არ ექცევა, გადაშენების ზღვარზეა მისული, მაგრამ ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ რამენაირად ვაწარმოოთ ჩაი და გვაქვს ხელშეკრულებები, უშვებთ ყაზახეთში, რუსეთში, მონღოლეთში და ვცდილობთ, რომ ეს ჩაის კულტურა არ დავკარგოთ და ვაწარმოოთ საუკეთესო ჩაი. თურქეთთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები, როცა არ ყოფნის ჩაის მარაგი და რაოდენობა, თურქეთიდან ყიდულობთ ჩაის და ვამუშავებთ, გადამუშავებით, მერე ვაკუპაჟებთ და ვამზადებთ პროდუქციას, რომელსაც გვია მწვანე აგურა ჩაი. 30 წელია მუშაობთ ამ საქმიანობით ვართ დაკავებული, ვცდილობთ შევინარჩუნოთ ეს ჩვენი ჩაი, ქართული, რომელიც მართლაც საუკეთესოა. თანამშრომლობა თურქულ მხარესთან გვაძლევს, რომ მეტი პროდუქცია შევქმნათ და მივაწოდოთ იმ ქვეყნებს, სადაც გვაქვს ხელშეკრულება. და ახლა უფრო მეც ოფიციალური ვიზიტის შესახებ აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე გვეტყვის. საღამოშვიდობის ბატონო გიორგი, დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. მრავალ საკითხს შეეხო თქვენი ვიზიტი, შეიძლება ასე ითქვას, რიზეს სავაჭრო სამრეწველო პალატაში. ფაქტია, რომ ინტერესი თურქული მხრიდან საქართველოსთან სავაჭრო ეკონომიკური კავშირების განვითარება გაღრმავებისა არ კლებულობს, პირიქით წლიდან წლამდე მატულობს. ეს ბუნებრივია, კარგია.
და აი ამის გათვალისწინებით როგორ შეაჯამებდით ამ შეხვედრას, რამდენად მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო იმ საკითხების გათვალისწინებით, რომლებიც თქვენ ერთობლივად განიხილეთ. მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ და თქვენ გუნდს, რომ საშუალება მოგვეცა რომ გაგვეშუქებინა ფართოდ აი ამ შეხვედრის შესახებ. თურქეთში რიზეში მიწვევით ვიმყოფებოდით რიზე სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ. ჩვენს დელეგაციაში იყო ბიზნესის წარმომადგენლები, წასული ტრადიციულად და ჩვენი ძირითადი მიზანიც ეს არის ხშირად რომ ბიზნესი დავაკავშიროთ იქაურ ბიზნესს და მე ვფიქრობ რომ საკმაოდ წარმატებული იყო ეს შეხვედრა, გამოიკვეთა რაღაც შეხების წერტილები, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო რიზე დიდარი არის ჩაის კულტურით, ასევე მეფუტკრეობა საკმაოდ განვითარებული არის იქ. ჩვენ აქ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები ყავდა, წაყვანილები, წასულები იყვნენ. საკმაოდ ინტერესი გამოხატეს იქაურ ბიზნესმენებთან ურთიერთობის. მე ვფიქრობ, რომ ამას მომავალში გაგრძელება ექნება აუცილებლად. ჩვენ ალბათ მემორანდუმის გაფორმების ეტაპზე ვართ და აი ზუსტად მაგაზე მინდოდა მეკითხა თქვენ ახსენეთ ჩვენთან საუბარში რომ გეგმავთ მემორანდუმის გაფორმებას. რა სიტუაციაა ეს მემორანდუმი და რა იქნება ამ დოკუმენტში ასახული? როგორ შეუწყობს ხელს ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას? კი. მემორანდუმი ეს არის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ჩვენ რამოდენიმე პროვინციის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან გვაქვს აღნიშნული სახის მემორანდუმი გაფორმებული. მემორანდუმის ძირითადი მიზანი არის ბიზნესის ხელშეწყობა. ზოგადად სტატისტიკურად რო შევხედოთ, ქართული და უცხოური ბიზნეს პარტნიორობაში ალბათ გამოკვეთილი ადგილი ჩვენს რეგიონში ქართულ და თურქულ ბიზნესს უკავიათ არაერთი მაგალითი გვაქვს და არაერთი წარმატებული მაგალითი გვაქვს და ჩვენ ვიფიქრეთ როგორც უახლოესი პროვინცია ჩვენგან, სადღაც სულ 1 საათის სავალზე არის, ვფიქრობ უფრო მეტი კომუნიკაცია არის საჭირო, რაც შეიძლება ბევრი ბიზნესი დავაკავშიროთ ერთმანეთთან და ვფიქრობ რაღაც გარკვეულწილად ამ შედეგს მივაღწიეთ. დაინტერესება რიზეს სავაჭრო სამრეწველო პალატისა რითი იყო განპირობებული? ალბათ რაღაც წინაპირობები არსებობდა ამისთვის. ტრადიციულად როგორც თქვენ წინა რეპორტაჟში აღნიშნეთ, ერთ-ერთი მისასალმებელი რაც არის, რომ ტურიზმის მიმართულებით საკმაოდ მზარდი დინამიკა გვაქვს. ანუ ერთ-ერთი მიმართულებაც ეს იყო მზარდი ტურიზმის მიმართულება. რა შეიძლება ვთქვათ, რომ კიდევ უფრო მეტად ხელი შეუწყოთ აი ამ ტურიზმის განვითარებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათთვის ეს არის მეჩაიეობა, როგორც იცი, ჩაის კულტურა საკმაოდ განვითარებული არის და საკმაოდ ტექნოლოგია საკმაოდ გაცილებით მაღალი აქვს, ვიდრე ვთქვათ სამწუხაროდ ჩვენს რეგიონში არის და რაც მნიშვნელოვანი არის თაფლის მიმართულებითაც გასულ წელს ჩვენ პირველად ჩავატარეთ ერთობლივი გამოფენა, ანუ ეს არის, ანუ უბრალოდ თურქული ბიზნესი ღებულობდა მასში მონაწილეობას თაფლის ფესტივალში და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებითაც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, რომ ადგილობრივი წარმოებლები გამოიხადა ინტერესი, რომ ინტერესი გამოიხადა და გაფართოვდეს მონაწილეობა. სიმართლე გითხრათ, ჩვენი მოთხოვნაც იყო და ჩვენი სურვილიც იყო, ამაში ჩვენ დაგვეხმარა მუსიად ბათუმის წარმომადგენლობა აჭარაში. ჩვენ მასთან მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული, დიდი ხანია ურთიერთობა გვაქვს და ძალიან გვეხმარება ადგილობრივი გენერალური საკონსულოც, მუსიად ბათუმით და რეალურად ჩვენი საჭიროებებიდან გამომდინარე ეს ხმა მიეწვდინა და პირველი ვინც იყო რიზე იყო და დარწმუნებული ვარ, ეს კიდე გაგრძელდება და სხვა რეგიონებშიც გადავა. რა ერთობლივი ღონისძიებები შეიძლება დაიგეგმოს კიდევ გარდა ფესტივალებისა თუნდაც? თუ იყო ასე ამ საკითხებზე მსჯელობა. მოდი ფესტივალი რო ამოვწუროთ, ჩვენ 2015 წლიდან ერთ-ერთი ფესტივალი, ანუ თაფლის ფესტივალს ტრადიციული სახე მივეცით. სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ არის ეს ორგანიზებული და უკვე თუ არ ჩავთვლით პანდემიის პერიოდს უწყვეტად ყველა წლიურად აგვისტოს თვეში ტრადიციულად ტარდება. გასულ წელს ჩვენ მას შავი ზღვის თაფლის ფესტივალი დავარქვით და მიზანი იყო რომ პომპეზურობა უფრო პომპეზური ყოფილიყო ეს და არა მხოლოდ ქართველი მეფუტკრეები და ბიზნეს ოპერატორები ყოფილიყვნენ, არამედ თურქეთიდან მოწვეული სტუმრები, იმიტომ რომ როგორც
ჩვენმა მეფუტკრეთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა თქვა, ბიოწარმოებაზე არის ძირითადი აქცენტი, თურქეთი ამ მხრივ საკმაოდ მაღალ დონეზე არის და მნიშვნელოვანი არის ის პრეპარატები, ის ბიოპრეპარატები, რასაც საჭიროებს თქვა მეფუტკრეები, ადგილობრივ მწარმოებლებთან მათი დაკავშირება და მე ვფიქრობ, რომ წელს გაცილებით დიდი იქნება ინტერესი იგივე ფესტივალთან მიმართებაში და სხვა მიმართულებითაც. რაც შეეხება, თქვათ, დანარჩენ ინტერესს, როგორც იცით და იქ ჩანდა, რომ მე ჩაის ბიზნესით დაინტერესებული ბიზნესმენი ყავდა წაყვანილი, საკმაოდ საინტერესო შეხვედრა შედგა, რაღაც კომუნიკაციები, კონტაქტები გაცვალეს, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება, თქვათ, მათი ერთმანეთთან დაკავშირება და რეალურად სავაჭრო სამრეწველო პალატის ძირითადი მიზანიც ეს არის, რომ ბიზნესი დაუკავშიროთ ბიზნესს და საბედნიეროდ მათ კომუნიკაცია შემდეგ არ უჭირთ და იმ შემთხვევაში თუ ჩვენი საჭიროება იქნება, აუცილებლად ჩავერთვებით. გასაგები. ასეთ შეხვედრების დროს აუცილებლად არის აქცენტები გამოწვევებზეც. რა გამოწვევებზე იყო საუბარი ამ შემთხვევაში, რაზე გაკეთდა მთავარი აქცენტი, თუნდაც თურქული მხარის მხრიდან, ჩვენთან ესე ვთქვათ, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ხელის შემშლელ ფაქტორებს გულისხმობ ამ შემთხვევაში და თუ დაისახა, თუ იყო მსჯელობა ამ გამოწვევების დაძლევის გზებზე. სამწუხაროდ დღემდე ვერ გვარდება საბაჟოზე არსებული პრობლემები. ნაწილობრივ ეს მოგვარდა და ეს შესამჩნევიც არის, თუმცა დღემდე არის ეგრეთ წოდებული ტრალერების რიგი. როგორც ჩემმა კოლეგამ რიზეს სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა თქვა, ამასთან დაკავშირებით მათი ხელმძღვანელობა საქმის კურსში არის, ასევე თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან აქტიური კომუნიკაცია აქვს, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად გაამარტივონ პროცედურები, რომ არის რიგებთან დაკავშირებული პრობლემები, რომელსაც სამწუხაროდ სავაჭრო სამრეწველო პალატა კომპეტენციას ცილდება, ჩვენს კომპეტენციას ცილდება, თუმცა ჩვენ გამოვთქვით ბრძაობა იმისთვის, რომ თქვათ ადგილობრივი მთავრობის ინფორმირება თუ იქნება საჭირო, ხშირ შემთხვევაში ბიზნესი ვერ აღწევს, თქვათ, მთავრობის წარმომადგენლებამდე ხმავს ვერ აწვდენს. ჩვენ ამის ბრძაობა გამოვხატეთ, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ საჭირო სამსახურებს და მე ვფიქრობ, რომ ეს უახლოეს პერიოდში გადაიჭრება. ერთ-ერთი მაგალითიც იყო, რომ ქალაქ ხოფაში არსებული პრობლემები დღევანდელ შეხვედრაზეც კიდევ ერთხელ გაჟღერდა ეს, რომ რეალურად პრობლემა არის და ამას მოგვარება ჭირდება. ხშირ შემთხვევაში ცენტრალიზებული როდესაც არის თუნდაც ეს რიგის თემა და რაღაც პროექტი წარდგენილი აქვს, როგორც მივხვდი სავაჭრო სამრეწველო პალატას, რიზეს სავაჭრო სამრეწველო პალატას და ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ეს ეს პრობლემა არ არის მხოლოდ ქართული მხარის პრობლემა, ეს ასევე გაცილებით მეტი არის თურქული მხარიდან, გაცილებით, იმიტომ რომ საბაჟო პროცედურები ჩვენთან გაცილებით გამარტივებული არის, ვიდრე თქვა თურქულ მხარესთან, იმიტომ რომ რეალურად ჩვენთან საბაჟოზე საქონლის დაყოვნება არ ხდება და ეს ხდება გამბაჟების ეკონომიკურ ზონაში და მე ვფიქრობ, რომ ეს მიღწევადი არის, ასე რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს და თვითონ მათაც იმედი აქვს, რომ ის ციფრი, შთამბეჭდავი ციფრი, რაც 3 მილიარდ 200 მილიონი, საკმაოდ ამბიციური გეგმა აქვს, რომ ეს სავაჭრო ბრუნვა 5 მილიარდამდე ავიდეს და ეს კიდევ ნიშნავს მზარდ ინტერესს ჩვენს მიმართ, ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების მათთვისაც შთამბეჭდავი არის და ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება მსგავსი შეხვედრების განხორციელება, რომელიც იგეგმება და უახლოეს შემთხვევაში, რა თქმა უნდა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ეს გიორგი რომანაძე გახლდათ, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე. საუბრობდით ქალაქ რიზეში, ადგილობრივ სავაჭრო სამრეწველო პალატაში გამართულ ოფიციალურ შეხვედრებზე. ამით მთავარი ეკონომიკაში დასრულებულია დღევანდელი გადაცემის სრული ჩანაწერი. შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს Facebook გვერდზე სახელწოდებით მთავარი ეკონომიკაში და მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე. ერთმანეთს მომავალ პარასკევს ამავე არხზე იგივე საეთერო დროს შევხვდებით. გმადლობთ რომ გვიყურეთ. ბედნიერ შაბათ კვირას გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.